დაუბრუნდით ძვირფასო ტელემაყურებლებო, თქვენი უსაყვარლესი სტუმრებით და ძალიან კარგი ბლოკი გამოგვივა. დარწმუნებული ვარ, ანდრია კიკონიშვილი, სიტყვის აკადემიის თანადამფუძნებელი და ჩვენი საამაყო ქალბატონი მაია ბარათაშვილი მუსიკოსი და აგრეთვე ჩვენი ძალიან საამაყო და საყვარელი მუსიკოსი ბატონი ზვიად ბოლქვაძე არის სტუმრად. მადლობა რომ მოხვედით და ზუსტად ვიცი რომ ძალიან წარმატებული ბლოკი გვექნება. მოგვიყევით ამ რაღაცა საოცარი პროექტის შესახებ, თქვენგან დავიწყებთ თქვენის ნებართვით ქალბატონო მაია. რა ხდებოდა რა მოლოდინები იყო საერთოდ იდეა როგორ გაჩნდა ამ პროექტის? იდეა როგორ გაჩნდა, იდეის ავტორი აი გვერდით მიზეს. ძალიან მაგარია. ჩვენ შევუერთდით ამ იდეას ძალიან დიდი სიხარულით. და ვიმოგზაურეთ ბატონ მურმანთან ერთად სიტყვის რაღაცა უკიდეგანო სამყაროში. პოეზიის უკიდეგანო სამყაროში. ეს ადამიანი კიდევ ცალკე რაღაც საოცრებაა და მოვლენა ჩვენს რეალობაში და მადლობა ღმერთს რომ მე მქონდა ეს ბედნიერება რომ მასთან ერთად გავიზიარე სიტყვა და ბგერა. რაც შეეხება სიტყვის აკადემიას, ეს ახალგაზრდები უდიდეს საქმეს აკეთებენ. ნამდვილად. ჩვენი ქვეყნისთვის, მომავალი თაობებისთვის ეს ღირებულებები, ფასეულობები ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენთვის და მინდა ვთქვა რომ მიუხედავად იმისა რომ ეს მაგალითად რაღაც საღამო შედგა აი უკან კიდევ ძალიან დიდი გუნდი მუშაობს ანდროსთან ერთად. თავისთავად, ისეთ შედევრები არ იქნება თავისთავად. და აი ამ გუნდის გარეშე უბრალოდ ასეთი ვერ იქნებოდა ეს აღამოები, იმიტომ რომ ყველა დეტალი იყო გააზრებული, საოცარი სერვისი, მოკლედ შეიძლება ასე ითქვას. და მე მათ შევარქვი ოქროს გოგობიჭები და ფუტკრები, აი ფუტკრებივი ძუზუნებენ და ყველა კომფორტს ქმნიან იმისთვის რომ საზოგადოებამ რაღაც სხვა სამყაროში გადაინაცვლოს, მოკლედ ადამიანის იქ მოსული ადამიანის სული წავიდეს რაღაცა სხვა სამყაროში. მოწყდეს ყველაფერს ამ შესაძლებლობას. და ამისთვის აი პირველივე აი ფეხი შემოდგი თუ არა, აი პირველივე წუთიდან ხვდები რომ რაღაცა სხვა სამყაროში ხვდები და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა ანდროს მეგობარს და ათოს და ყველა სახელგვარებს ახლა ვერ ჩამოვთვლი. საოცარი გოგონები და ბიჭები, რომლებიც უდიდესი გულით და რაღაცა ის სუფთა ადამიანები, მოკლედ აი ესე დაუბრუნდნენ ჩვენ სამშობლოს ძალიან დიდი საქმეებით და საუკეთესო იდეებით. ძალიან მაგარია. იდეების გენერატორი ხარ მოკლედ და ძალიან დიდი მადლობა ამ პროექტისთვის. როგორ გაჩნდა ეს იდეა? პირველ რიგში მადლობა ძალიან ძვირფას სიტყვებია, მადლობა მოწვევისთვის. პირიქით. რაც შეეხება იდეას და თვითონ აი ამ მთლიანად ამ პროექტს, ჩვენ დიდი ქართველების გვერდზე ვიზრდებით. ეხლაც ჩემს გვერდზე ბატონი ზვიადი, ქალბატონი მაია და ბევრი კიდე ესეთი სხვა დიდი ქართველი, რომელთანაც გვაქვს ურთიერთობა და ეს არის ალბათ მთავარი мотиваციის და ინსპირაციის წყარო ჩვენთვის ყოველდღიურ ცხოვრებაში. ჩვენ გუნდს რაც შეეხება ძალიან კარგი ახალგაზრდები არიან, სამეგობრო ვიყავით, რომლებიც სხვა ქვეყანაში სწავლობდით დასავლეთის წამყვან უნივერსიტეტებში. მე პირადად ელტეში არის ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში, ფლორენციის სხვებში კიდე და ქონდათ რაღაც ცხოვრებისეული არჩევანი ცხოვრების რაღაც მომენტში რომ აი ახლა ჩვენ რა გვირჩევნია დავრჩეთ რაღაც კარიერაზე ვიფიქროთ თუნდაც მატერიალურად ბევრად კარგად ვიყოთ თუ დავბრუნდეთ ჩვენ სამშობლოში და ისეთი იდეის გარშემო რომელიც ჯერ არც არსებობს არანაირი საფუძველი არ არის ერთგვარად ნოლიდან დავიწყოთ და რაღაც მნიშვნელოვანი ვაკეთოთ ჩვენი ქვეყნისთვის და აი ეს გულწრფელი мотиваცია მხოლოდ და მხოლოდ ის რომ ჩვენი ქვეყნისთვის კარგი საქმე გვეკეთებინა აი ამან დაგვაბრუნა უკან და ვფიქრობთ იმდენად რაღაც სწორ ღირებულებებს და საფუძველს დაეფუძნა მთლიანად ეს საქმე რომ ეს უკვე ავტომატურად აძლევს აი ამ ყველაფერს რაღაც გასახანს და ფაქტობრივად სულ რაღაც წელიწად ნახევარია რაც სიტყვის აკადემია ესე ფუნქციონირებს და ეს ჩავატარეთ ეს 12 საღამო არის უკვე ესეთი რაც ჩატარდა საქართველოს სხვადასხვა ქალაქში მათ შორის თბილისში, ბათუმში
ქუთაისშიც იყო, საღამოების ზუგდიდშიც იყო და სხვა ქალაქებსაც. განსაკუთრებული მადლობა. სხვა რეგიონებსაც მოიცავთ. დიახ, რეგიონებსაც. ანუ ჩვენი თავი მიზანი რა არის, რომ არსებობს რაღაც გართობის დროის გატარების ძალიან ბევრი სხვადასხვა გზა, ხო? აი ჩვენ გვინდოდა რომ ისეთი ტიპის განტვირთვის სივრცე შეგვექმნა, სადაც ადამიანები უბრალოდ რაღაც წუთიერი სიამონების მიღების და აი მე სახში რომ ბრუნდება ადამიანი და ისო ცარიელი რო არის შეგნიდან და ვერაფერს ვერ გზნობს და მოწყენილი იძინებს. ესეთი რაღაც კი არ გვინდოდა, არამედ რაღაცა ისეთი განსაკუთრებული, რაც შინაგანად ავსებს ადამიანებს და ღირებულებებთან, მარადიულ ღირებულებებთან აზიარებს. და აი ხელოვნება ეს მარადიული ღირებულება ის არის, რაც ადამიანად აქცევს და აი ამიტომ რაღაც ეს პროექტი ჩვენს ყველაზე დიდ ხელოვანებთან ერთად შევქმნით ფიქრობ. ძალიან საამაყლა ყველა სიტყვა რომელსაც ამბობდა, მართლა აი ავივსე მოტივაციი და ძალიან დიდი მადლობა თქვენს და თქვენს გუნდსაც თავისთავად ამ ინიციატივისთვის. ქალბატონი მაია ფაქტობრივად ჩვენი თანაწამყვანი არის. მის ნებისმიერ წარმატებულ, ასე ვთქვათ, ნაბიჯს აქედან ლოცავთ და ისე ვუშვებთ და ეს პროექტიც რა თქმა უნდა ჩვენთან დავაანონსეთ და ძალიან დიდი ენთუზიაზმით იყავით და ძალიან დიდი მოტივაციით. მინდა გითხრათ, რომ ძალიან დიდი ფუფუნება საქმეში ენდობოდე ადამიანს. ძალიან დიდი ფუფუნება საქმეში უკვე მეც და ზვიადიც რამდენი წელია უკვე ვართ ხომ ამ ორბიტაზე და ჩვენ საქმეში განსაკუთრებით, როდესაც სიტყვას აქვს წონა და ძალა. სიტყვის აკადემია კი არ ქვია ტყუილად. მე ვენდობი სიტყვის აკადემიას ყველა ნაბიჯში. იმიტომ რომ ძალიან ბევრი კონცერტი გამიმართავს, ბევრ ღონისძიებაზე ვყოფილ ვარ. ეს ახალგაზრდები იმდენად კულტურული, მოწესრიგებული ბრძანდებიან და იმდენად დიდი პატივისცემით ეპყრობიან თითოეულ ადამიანს, ვისაც ანგაჟირებას უკეთებენ, რომ ეს იგრძნობა თითოეულ ნაბიჯში. როგორ ხდება შემოთავაზება, როგორ ხდება ტრანსპორტირება, როგორ ხდება დახვედრა, როგორ ხდება განთავსება. აი, დეტალებშია ყველაფერი. და რა თქმა უნდა, თავად კონცერტის სეტინგი, ეს არიან ბავშვები, რომლებიც გისმენენ არტისტს და ყოველთვის ითვალისწინებენ შენს სურვილებს. ძალიან მე ხლა ესეთი პრაგმატული კუთხით, იმიტომ რომ ზვიადმა ფანტასტიკურად ელაპარაკა ემოციური კუთხით და იდეოლოგიის კუთხით და ანდრიამაც, მაგრამ პრაგმატული კუთხით, ლოჯისტიკური კუთხით. ეს არის იდეალური ჯგუფი ადამიანებისა, რომელთანაც მე ყოველთვის დიდი სიამოვნებით თანამშრომლობ. ეს ლოჯისტიკა. ეხლა რაც შეეხება ხელოვნებას. იცით რა, მე ვფიქრობ, რომ მურმანჯინორიასთან სცენის გაზიარება ნებისმიერი კაპასიტეტით, იქნება ეს მუსიკოსის თუ სხვა კაპასიტეტით, ხო, სხვა ამპლუაში. ეს არის ძალიან დიდი საჩუქარი ხელოვნებისთვის, ხელოვანისთვის. იქნება ნებისმიერი, არ აქვს მნიშვნელობა ასაკს, არ აქვს მნიშვნელობა სტატუსს, ეს არის ისეთი საინტერესო თანამშრომლობა, ისეთი საინტერესო კოლაბორაცია, იმიტომ რომ როდესაც უსმენ სიტყვის არტისტიზმის დიდოსტაც, სამსახიობო ხელოვნების დიდოსტაც, შენც უნდა შესაბამისად შეეფერებოდე. წაკითხულ თუ გამოთქმულ პროზას თუ პოეზიას შესაბამისად მიუსადაგო, ანუ წაკითხulis, წარმოთქმულის პულსაციას, მუსიკას შეუსაბამო ზუსტად ის მუსიკალური კომპოზიციები, რომლის კარდიოგრამაც არ იქნება განსხვავებული იმ წარმოთქმულის კარდიოგრამისგან. და ეს არის ძალიან დიდი იმპროვიზაცია, მაგალითად მინდა გავიხსენო ზვიად, ახლა კონცერტზე ძალიან ჩემთვის განსაკუთრებით იმპროვიზაცია მნიშვნელოვანია როგორც ჯაზის ადამიანისთვის, რომელსაც უყვარს ჯაზი. ისეთი საინტერესო დიალოგი შედგა, იმიტომ რომ ხელოვნება რეალურად მონოლოგისზე უფრო მეტად ჩემთვის არის დიალოგი. წაიკითხა სრულიად სპონტანურად გადაწყდა რაღაცა და ზვიადიმ არაჩვეულებრივი რამ გააკეთა, იმიტაცია გააკეთა მატარებლის ხმის. რითმულად, ემოციურად და შედგა საოცარი დიალოგი და საოცარი
სინთეზი ფაქტიურად დიფუზიას ჰქონდა ადგილი, იმიტომ რომ ვერ განასხვავებდი სიტყვის და მუსიკის არქიტექტონიკას, მე ესე ვიტყოდე. ამიტომ აი ესეთი ექსპერიმენტები, ესეთი დამოკიდებულება, მე მურმანი არის უნდა ითქვას რა, მურმანი არის გენიალური არტისტი, არ შემეშინდება. ამ სიტყვის და ისეთი კომფორტული სცენაზე, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით გენიალური მუსიკოსები, მაგალითად ქეით ჯარეთი, რომელიც არის, უმაღლესი პლანკა, მაგრამ ამბობენ რომ რთულია. მურმანი არის გენიალური არტისტი და არის ფანტასტიკური ადამიანი, რომელიც ითვალისწინებს ყველა დეტალს, სხვა ადამიანის განწყობას, ფსიქოსომატიკას, ითვალისწინებს იმას, რომ შეგიქმნას ყველა პირობა, რომ მიუსადაგო შენი არტისტიზმი, შენი ვთქვათ, ეს დამოკიდებულება არტ ფორმის მიმართ მის მიერ წარმოთქმულს. ამიტომ ჩემთვის პირადად და დარწმუნებული ვარ ზიადისთვისაც ეს იდეა, რომ გაგვეზიარებინა სცენა სამსახიობო ხელოვნების კორიფესთან, დიდი მადლობა სიტყვის აკადემიას ამისთვის. არაჩვეულებრივი გოგო ბიჭები, აი როგორ გითხრათ, რო უყურებ ამ ადამიანებს ისეთი სიამაყის გრძნობა, რომ საქართველო არის აი ამ ბავშვების ხელში. წელში ვიმართები, სულ ვეუბნებოდი ანდრიას, რომ აი ყველა აბსოლუტურად ბიჭუნები, გოგონები, როგორი სინერგია, როგორი ერთობა არის ქრისტიანობის თავარი ღერძი. დიალოგი, ერთობა. ამიტომ მე ძალიან ისე პათეტიურად არ მინდოდა რა გამოსვლოდა, მაგრამ ეს არის ჩემი ბუნებრივი დამოკიდებულება ამ ადამიანების მიმართ და დიდი მადლობა მინდა გადაუხადო სიტყვის აკადემიას ასეთი შანსის მოცემისთვის და რაც მთავარია მომავალში კიდე საინტერესო პროექტების თავისთავად, იმიტომ რომ საუბრობთ სულ მაგ სინანული, რომ ამ ყველაფრის ნაწილი არ გავხდით კი და ამიტომ ეს არ უნდა მოგვაკლდეს. ზვიადის დიდი მადლობა კიდე რომ ესეც საოცარ განწყობას ქმნის სცენაზე. აი დღეს ვეუბნებოდი რომ მალამოსავით მომედო შენი ხმა და ეს არაჩვეულებრივი ორკესტრი. ამიტომ ეს არის ძალიან დიდი შესაძლებლობა იმისთვის, რომ როგორც ანდრეამ თქვა, გაყვეს ეს ემოცია, იშვიათად ხდება. თავისთავად. ამას ფუჭი გართობის მომენტში ვერ გააკეთებ და აი მინდა უთხრა მაყურებელს, რომ ყოველთვის როცა სიტყვის აკადემიის პროექტს გადააწყდებით რეკლამას, არ გაუშვათ შემთხვევა. პირდაპირ ნიშნავს. ეს არ არის ქებადიდება არავისი, ეს არის ობიექტური ჩემი, ობიექტური აზრი. არ გაუშვათ შანსი, რომ იქიდან გამოიტანოთ ყველა ადამიანი იპოვის თვის ძვირფას რაღაცას ამ პროექტებში. აი ძალიან მნიშვნელოვანია რაც ახსენეთ ეს ერთობა რა. სცენაზე თუ სცენის მიღმაც, ოდესაც ეს ერთობა ხდება, მაშინ იბადება მგონია დიდი ხელოვნება. და მაშინ არის მაყურებელიც ძალიან გრძნობს ამ ყველაფერს რა, რაც თავარია რა. ძალიან საინტერესოა და მე მგონია რომ ორ ძალიან მნიშვნელოვან რაღაცაზე ვისაუბრეთ ამ პროექტის შემადგენელზე, ეს არის ლოჯისტიკა და ხელოვნება, როგორც თქვი და მესამე ყველაზე მნიშვნელოვანი რგოლი არის ალბათ მაყურებელი. როგორი მაყურებელი ყავდათ, როგორ მიიღო ეს საოცრება მაყურებელმა? დაახლოებით 600 ადამიანი. ვაუ. თუ არ ვცდები ხო? ყოველთვის ანშლაგი. თავისთავად. სკამებს ამატებენ ხოლმე ბავშვები. ძალიან დიდი შთაბეჭდილების ქვეშ ვიყავი პირველად, იმიტომ რომ დიდი იშვიათობა გარინდებული დარბაზი, საზოგადოება და რაღაც ისეთი ღრმა, ჩაფიქრებული სახეები ეს ჩანს სცენიდან ძალიან კარგად, იმიტომ რომ ჩვენ ყველას ვხედავთ იქედან. და განწყობა თავისთავად იქნება. მიხარია რომ სინამდვილეში ალბათ ყველაფერი ღმერთის ნება და სწორ დროს გამოჩნდნენ ეს ახალგაზრდები
და ყველაზე მნიშვნელოვან სათქმელს ეუბნებიან საზოგადოებას, რა არის მთავარი ადამიანისთვის. იმიტომ რომ ეს არის აბსოლუტურად სხვა შრე სულიერებისა, სადაც ყველაფერია, იქ არის ძალიან დიდი სიხარული, აბსოლუტურად აი საოცარი ესეთი ცხოვრებისეული თუ რამ შეიძლება ადამიანმა იგრძნოს, ყველა გამოცდილება, ყველა შეგრძნება, ყველა სიგიჟე, ტკივილი, უზარმაზარი სევდა და აი უამრავი ისტორია შენს თვალწინ იშლება, უამრავი ისტორია, რაც ადამიანს გადახდენია თავს და ამ კაცს ბატონ მურმანჯინორიას ეს აქვს ყოველ ხელის მოძრაობაში, ყოველ რაღაც მიხრა-მოხრაში, გამოხედვაში და ბგერაში. აი უბრალოდ სასწაულია და მე ვამბობ ხოლმე რომ ის იმდენად ნამდვილია რომ ჩემთვის მისი ყოველი აი ეს რაღაცა ლექსი არის ერთი დიდი ცხოვრება, ფილმი, წიგნი, არ ვიცი. ძალიან ნამდვილია თავის სათქმელში და ამიტომ ჩემი ძალიან დიდი პატივისცემა მას აქედან კიდევ ერთხელ და სიყვარული და მადლობა აი ამ შეგრძნებებისთვის. და მუსიკა, ნუ უბრალოდ სიტყვის გარეშე ამ შემთხვევაში სასიმღერო შემოქმედება. ყოველი სიტყვა ჩემთვის მაგალითად როგორც ამ შემთხვევაში ავტორისთვის არის უმნიშვნელოვანესი, როგორ შევძლებ იმ სიტყვის იმ რაღაცა მხოლოდ რაღაც შინაარსის კი არა ის სიტყვის გულთან მოგაქვთ ყველა სიტყვა მე როგორც თქვენი ძალიან დიდი თაყვანისმცემელი მინდა გითხრათ რომ მადლობა. ყოველ შემთხვევაში ჩემი დამოკიდებულება სიტყვასთან არის რაღაც მოწიწებით ფორმაში და ვფიქრობ რომ არ ვიცი, ჯერ კიდევ ძალიან ბევრია წინ თუ მაქვს რაღაცა ეს ბედნიერება რომ კიდევ გავაგრძელო ეს საქმე. ეს არის ამოუწურავი სიტყვასთან ურთიერთობა. და რა გითხრათ, ძალიან მიხარია რომ ვიცი რომ ეს ახალგაზრდები ამ გზას არ გადაუხვევენ და სულ მალე რაღაც როგორც სცენი ისე მოედება ქართული სიტყვა, ქართული პოეზია და ის ადამიანები, რომლებიც მართლა ძალიან მნიშვნელოვან სათქმელს ამბობენ და შეუძლიათ რომ ძალიან დიდი როლი ითამაშონ ჩვენს განვითარებაში, ახალგაზრდების განვითარებაში, აი ამ ახალგაზრდებს აქვთ უნარი აი ამ ურთიერთობების შემოიკრიბეს ძალიან დიდი ადამიანები და მათთან ერთად რაღაც საქმეს აკეთებენ მართლა. საქმესაც ვერ დავარქვენ. საქმესაც ვერ დავარქვენ მართლა. უფრო მნიშვნელოვან მართლა სკოლა ეს არის ისეთი სკოლა მე ბავშვობაში ვისურვებდი მაგალითად იმას რომ ესეთი ადამიანები ყოფილიყვნენ და მე ამ ლექციებზე არ ვიცი უბედნიერესი ბავშვი ვიქნებოდი. ასე რომ მე ყველას ურჩევ რომ თუ აქვთ ამის რაღაც საშუალება ეს ფუფუნება არ მოაკლონ თავის შვილებს, ნამდვილად ასეა. ეხლა ახსენეთ რა, რომ აი სოფიოს სხვადასხვა კუთხიდან მეგობრები რაღაც ერთი იდეით გაერთიანდით და სამნიშნელოვანია ეს ყველაფერი რა, როდესაც რაღაცა სამშობლო გეძახის რა, მაინც რა თავისი და ჩამოდიხარ და მე იწყებ ამ ყველაფრის განხორციელებას და თან ასეთ დონეზე მართლა. ასეთ დონეზე ასრულებ ამ ყველაფერს. მაინტერესებს, როდის იქნება კიდე შესაძლებლობა ვიხილოთ და ჩვენც მივიღოთ ეს სიამოვნება თუ არა? ახლო მომავალში თუ არის მე. კი, ზოგადად სიტყვის აკადემიის ამ სხვადასხვა მიმართულების პროექტები გვაქვს. უშუალოდ ამ მიმართულებას რაც შეეხება, ვფიქრობთ, გეგმავთ რომ მალევე უახლოეს მომავალში იყოს
უახლოეს მომავალში უახლოესი მომავალია და დაანონსდება მალე ამას უკვე ჩვენს გვერდებზე ყველაფერი თქვენი გუნდი ისე დაახასიათეს რომ უახლოესი მომავალი ეს ფუნდამენტი არის და ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი გუნდის საქმიანობის. ესე იგი ჩვენ გვერდებზე გამოქვეყნდება ინფორმაცია ახალ ღონისძიებებთან დაკავშირებით. ამის გარდა რეგულარული პროექტები ხა ბატონო ზვიადმაც რაც ახსენა. საკვირაო სკოლის პროექტი არის, რომელიც უკვე 5 სხვადასხვა ფილიალში ფუნქციონირებს თბილისში და ბათუმში, სადაც ასეულობით ბავშვი ყოველ შაბათ-კვირას მოდის და წიგნიერების და ფსიქოლოგიის შეხვედრებს ესწრება, რომლებიც რაღაც პიროვნულ ზრდაში, სოციალური უნარების განვითარებაში, ზოგადად ღირებულებითა ცხოვრებაში ეხმარება ადამიანს. ყველამ მშობელმა ვიცით თქვენ შესახებ მინდა ასევე გითხრათ, რომ ყველამ ვიცით, რომ არსებობდა ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებთ. თუ შეიძლება დავაკონკრეტებ, რომელი ასაკიდან არის შესაძლებელი, რომ ბავშვი მოდის. რაც შეეხება საკვირაო სკოლას, ეს არის 7-დან 17 წლამდე, ბანაკებსაც შეეხება სეზონურ ბანაკებს, ის არის 9-დან 17 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის. იქ აუდიტორიაზე მინდოდა პატარა კომენტარი გამეკეთებინა, თვითონ ეს ღონისძიებები პატრიარქის ხსოვნას მიეძღვნა და ვფიქრობთ, რომ აი ჩვენ რითი შეგვიძლია ჩვენი პატრიარქის დანატოვარი გავაგრძელოთ. ეს ჩვენი ყოველდღიური საფიქრალი არის და ყოველდღიურად ჩვენ ამაზე ვფიქრობთ და ვცდილობთ, რომ შესაბამისად მოვიქცეთ. ერთი რაც გრძნობა, რაც აუდიტორიაში იყო, იმედის განცდა დიდი. და სიხარულის და ერთიანობის და აი თუნდაც ეს არ არის რაღაც ძალიან ეს არის რაღაცა ის რაც შეიძლება ითქვას, რომ აი ამ ადამიანის დანატოვარის მცირე მასშტაბზე, ძალიან მცირე მასშტაბზე, მაგრამ გაგრძელება არის და აი ამას ვეცდებით ზუსტად, რომ როგორ თქვა, სწორი ადამიანური ურთიერთობით, აი ის დამოკიდებულება, რაც მან გვასწავლა მთლიანად ერს, აი რაღაცნაირად ვეცადოთ ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში მაგალითად ავიღოთ ის და მუდმივად გავაგრძელოთ და იქ ღონისძიებაზე იყო მომენტი, რომ ბატონმა მურმანმა მიუძღვნა ილია მართლის ლექსი პატრიარქს და ბატონმა ზვიადმა კვარტეტთან ერთად დავიღალენ ის ულამაზესი კომპოზიციით მის აკომპანიმენტი იქვე და მე უკვე წუთიერი დუმილით ფეხზე ადგამ სამივე ქალაქში ბათუმშიც, ქუთაისშიც, თბილისშიც აუდიტორია და რაღაცნაირად ეს ძალიან ლამაზი მომენტები არის, რომლებიც ალბათ სულ გვემახსოვრებ. დამერწმუნე ნამდვილად ახარებ უწმინდეს მისულს და იამაყებ და თქვენით. რა ბედნიერება არის, რომ აი ასე სათუთად და აი ასე სიყვარულით საუბრობთ მართლა ამ რაღაცა საოცარ პროექტზე. მაია, თქვენ მგონია, რომ აი ისეთი ხართ, რომ მართლა რაღაცა ძალიან კომფორტული და ძალიან ხარისხიანი და ძალიან ნაწილი თუ არა ხართ ამ ყველაფრის, ცოტა დისკომფორტიც თუ გაქვს, მგონია, რომ აი ვერ გძნობ თავს ბოლომდე ფრთა გაშლა და ამ შემთხვევაში სხვანაირად არის, როგორც ჩანს. იცით რა არის, იმდენად აქ დისკომფორტზე საერთოდ არ არის ლაპარაკი პირიქით, იმდენად სახლური აი ამ ერთობაში არის სახლური დამოკიდებულება, თბილი დამოკიდებულება. ზოგადად ადამიანი როგორც ღირებულება არის წარმოჩენილი. მერე სწორი ხედვა გარკვეული მოვლენების ძალიან მნიშვნელოვანია. მე ახლა იმ ღირებულებებზე ვსაუბრობ, რომელიც არის აი სწორედ ჩვენი პატრიარქი ვახსენეთ ახლა და მე მახსოვს პატრიარქს, როდესაც შევხვდი იქიდან გამოვედი იმ აზრით, რომ ეს იყო საოცრად გონება გახსნილი და საოცრად შორს მჭრედელი ადამიანი, რომელსაც ძალიან უყვარდა ხელოვნება და თვლიდა, რომ ხელოვნება არის ზუსტად ის, რაც გააერთიანებს ორ და კიდევ უფრო მეტ ადამიანს, ამიტომ აი ეს ვექტორი აქვს აღებული ამ არაჩვეულებრივ ახალგაზრდების ჯგუფს, ხელოვნება აერთიანებს და არა ყოფს ადამიანებს. ჩემთვის ხელოვნება სიტყვას, მუსიკას, ხატრობას არ აქვს მნიშვნელობა. ხელოვნების რა ფორმას წარმოვადგენთ, ეს არის სხვა ადამიანთან ხიდის გადების, დიალოგის საშუალება და დიალოგი და მსჯელობა არის სწორედ ის გზა, რომელიც გარკვეულ ჰარმონიამდე
რომელსაც გარკვეულ ჰარმონიამდე მიყავს ადამიანი თუ კი ამისი ნება არსებობს. ამიტომ მე კიდევ ამბობ, რომ აი ამ არაჩვეულებრივ ადამიანებთან ზვიადი, ანდრია, მისი კოლეგები და ათო, რა ვიცი, ყველა არაჩვეულებრივი გოგო-ბიჭები, ენერგიული, არეზარებად, როგორი თავდადებული, ყველაფერი დავინახე. მე მინდა გისრყობით, რომ აი ყველაფერი პარალელურად დავინახე. რამდენი არიან, იცით, დაბზუია ხო, სამარც იყო ჩემი დაბადების დღე და სამარც მე ყოველთვის კონცერტი მაქვს და ის სწორედ სიტყვის აკადემიასთან გავაკეთეთ. როგორი იცით, როგორი ეს არ იყო უბრალოდ სამუშაო, ეს იყო ისეთი აღიარება ადამიანის, მისი შინაგანი სამყაროს სიყვარულის დემონსტრირება და აი სწორედ იქ ეს პროექტი, ასე ვთქვათ, წარუდგინეთ მაყურებელს და ну აი არაჩვეულებრივი დაბადების დღე მქონდა და ბოლოს ძალიან დიდი ტორტი გამომიტანეს შეეშლებოდათ ეხლა ფუტკრებს თავისთავად ასე ნამდვილად და ფუტკრები მინდა გითხრა ფუტკარი თავისთავად ძალიან გონიერი და მაღალ ორგანიზებული არსებაა და სწორი შედარება იყო ძალიან გონიერი ბავშვები ზუსტად იციან რა უნდათ რა არის მათი მიზანი რა არის ის ვექტორი, რომელიც უნდა აიღონ, რა არის ის გზა და ტრაექტორია, რომელიც უნდა გაჭრან მიზნის მისაღწევად და მე როგორც შეიძლება ითქვას, ხელოვნებაში კი ვარ, მაგრამ მე საქმიანი ადამიანი ვარ და დამერწმუნება ანდრია. ხო მე მიყვარს, როდესაც ყველაფერი არის იდეალურად, კარგად. ხო ანდრიას ახლა გაეცინა, იმიტომ რომ ჩემი ესეთი დამოკიდებულება ზოგჯერ კაცი-კაცსა შემოსწორცნა, როცა რაღაცა არ მომწონს, თქვენ არ გინახივართ ამ მდგომარეობაში და ანდრია პატარა დეტალები გვინახავთ ჩვენც. დეტალები გინახავთ, ხო. ანუ მინდა შეძლების დამგვარად, ну ეს ხუმრობა რა თქმა უნდა, ჩვენ ორივე მიველტვით ერთი მიზნისკენ, ამიტომ უკვე იმდენად კარგად იციან რა სჭირდება არტისტს იმისთვის, რომ კომფორტულად იქნოს თავი. არასდროს უარს არ გეუბნებიან, იცი, როდესაც არტისტი რაღაცას სთავაზობს, ყოველთვის იღებენ ამას კონსტრუქციული მსჯელობა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. აი ესეთი ბავშვები. საიდან ამ 20 წლის ბავშვებს ამ? საიდან გეტყვი ევროპული განათლება უკაცრავად, მაგრამ ევროპული განათლება, იმიტომ რომ ევროპულ უნივერსიტეტებში ასწავლიან ამას, არავითარ შემთხვევაში უდიერი დამოკიდებულება საქმის მიმართ, იქ თუ პერფექციონისტი არ ხარ და კარგად არ შეას. ხო ესეა ანდრია. ხო. თუ ეს არ არის, გესმით, მე მაგალითად უცხოურ კომპანიებში მუშაობამ გამხადა ვთქვათ პუნქტუალური შინაგანათაც, მაგრამ პუნქტუალურობა, აი ამ კორესპონდენციის წარმართვა, სიტყვა პასუხი დროული, ადამიანს რო რაღაცას თავაზობდა, მე ერთი წელი გავადა, შემდეგ წელიწადს რაღაცას გიპასუხებს, ეს არ არის აქ. მე იმიტომ ვამბობ, რომ ეს არის ჯგუფი, რომელსაც მე ვენდობი, ვთქვი და გავაკეთე. სიტყვა და საქმე არის ერთი სიბრტყე და ერთი სივრცე. ამიტომ ანდრია რა სამაყვა ხო თქვენს ამ ამას ვიძახ. ესეთი საპატვიცემულ ადამიანები ესე გახასიათებენ. რა უშავს, აბა ეხლა კარგი ამასთან ერთად გარდა იმისა, იქ არის ნამდვილად ეს საკითხი, რომ განათლება, ევროპული განათლება, აი ამ ბევრი ესეთი საჭირო უნარით აღჭურვა ეს ახალგაზრდები, მაგრამ ამ ყველაფერთან ერთად აუცილებლად უნდა ითქვას ის, რომ აი თავიდან რაც ვახსენე რა, მართლა დიდი ქართველების გვერდზე ვიზრდებით ის, რომ ახალგაზრდა ხარ და თუნდაც რაღაც გამოცდილებას იღებ, ეს ავტომატურად გაყენებს რაღაც მომენტში აი ახალგაზრდულ რაღაც გარკვეული საფრთხის წინაშეც, გარკვეული თვალსაზრისით, მაგრამ თუ იქ არსებობს ერთგვარი შეიძლება ითქვას ამას გონიერება და აი გამოცდილების გააზრების კულტურა, რასაც ასევე თავისი ცოდნა სჭირდება და ცდილობ მოусმინო თითოეულ ადამიანს, ვინც რაღაცაზე გესაუბრება, ყველა ღონისძიება რომ თავდება, ჩვენი გუნდი მაგალითად ბრუნდება ჩვენ სივრცეში, ვეკითხებით არტისტებს, რა არის რაც სხვანაირად წარმოგედგინა. რა არის რაც შეგვეძლო რომ უკეთესად გაგვეკეთებინა და აი ეს რომ მოусმინოთ იმ ადამიანებს ვისაც ჩვენზე მეტი გამოცდილება აქვს და გავიზიაროთ მათი ცოდნა და აი ესე მუდმივად ჩვენ თავზე ვიმუშაოთ და კრიტიკულები ვიყოთ ჩვენი თავის მიმართ აი ეს არის ის უმთავრესი ალბათ აი ამ ყველაფერთან ერთად და
დანარჩენს რაც შეეხება ეს რაღაცნაირად მეც მინდა ორიოდე სიტყვა ვთქვა, რომ ეს ადამიანები ამ პროცესში ჩვენთვის მართლა არიან არა მხოლოდ აი მშობლური ფუნქციაც არის და დაძმური ფუნქციაც არის ამ ყველაფერში და აი ეს გუწფელი სიტყვები რაც არის დამოკიდებულება, რასაც ჩვენს ვხედავთ იგივე ჩვენ მიმართ, ეს ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის, იმიტომ რომ აი ამით ვხედავთ და ვამჩნევთ, რომ ესე იგი რაღაცა სწორ გზაზე ვდგავართ მეტნაკლებად და ძალიან სწორ გზაზე ვდგავართ. ესე იგი აქედან გამომდინარე ეს არის და აი თვითონ ეს კომბინაციაც ხო აი სიტყვა და მუსიკა რაც შევქმნით, რატომ ჩვენ ვფიქრობდით, რომ აი ახალი რა შეიძლება გავაკეთოთ კიდევ აი კიდე სხვანაირი პროექტი როგორ შეიძლება შევქმნათ, რომ ვთქვათ, არის მუსიკალური კონცერტები, არის რაღაც ინტელექტუალური შეხვედრები, საუბარი საუბრები პირობითად, რაღაცნაირად ლექციები, სემინარები ეს რაღაც, მაგრამ აი ჩვენ უნდა რაღაც აი ხელოვნების კიდევ ისეთი პროექტი შეგვექმნა, რომელიც რაღაც კომბინაციას ჩასვოდა და აი ამან ძალიან კარგად იმუშავა, იმიტომ რომ ერთი მხრივ ისმე რაღაც საოცარ მუსიკას აი მართლა არ ვიცი საიდან მოდის ეს ანგები ალბათ რაღაც ბევრად მეტი არის ამაში ვიდრე უბრალოდ რაღაც ადამიანური ელემენტი მუსიკას ძალიან დიდი ზემოქმედების უნარი აქვს მაპატია უბრალოდ ისე სხვათა შორის ბარემ ვისარგებლებ და აი ეს კვარტეტი ახალგაზრდები ძალიან მიხარია რომ თქვენ რაღაც ერთი თაობა ხართ და მათი ვარდელის კვარტეტია საუბარი, მათი შემოყვანა ამ ოჯახში ძალიან მახარებს, იმიტომ რომ ისინიც ჩვენი რაღაცა ძალიან დიდი მუსიკოსებისთვის დიდი იმედია ასეთი ახალგაზრდების ზოგადად და მე მინდა რომ ეს ინსტრუმენტი მომავალმა თაობებმა შევაყვაროთ მოკლედ კლასიკური ინსტრუმენტები მომავალ თაობებს, იმიტომ რომ უბრალოდ საოცრება როდესაც მე მაგალითად რომ მქონოდა ბავშვობაში იმის საშუალება რომ ეს ინსტრუმენტი სახლში რომ ყოფილიყო თუნდაც მე აუცილებლად დაუკრავდი ან ვიოლინოს ან ჩელოს რომელიმე ხემიან ინსტრუმენტს მოკლედ რა და არ იყო სახლში რაც იყო ყველაფერზე დაუკარგე. ძალიან დიდი მადლობა ხალხმა დაუსრულებლად შეგვიძლია თქვენი მოსმენა. დიდი მადლობა იმ სიამოვნებისთვის, რაც ჩვენ და ჩვენს მაყურებელს და ჯაგარშემო ყველა გარინდულები გისმენდით. მინდა წარმატება გისურვოთ და ჩვენ ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ ჩვენი ლეგენდები ესე საუბრობენ ამ ყველაფერსა და ესეთი პროექტები იქნება. თქვენ კიდე გეტყვით ძალიან დიდ მადლობას და უღალავად მილიონჯერ და მთელი საქართველოს სახელით. ძალიან დიდი მადლობა. ჩვენ მესამე ბლოკში დავბრუნდებით. ბუბას საყვარელი მეგობრის ბლოკი გვაქვს მესამე ბლოკი. დაგველოდეთ ხეხა მეგობრებთან ერთად დავბრუნდებით. რა თქმა უნდა. დროებით ძალიან მალე დავბრუნდებით.